დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს გრიპის საწინააღმდეგო 4 კომპონენტიანი 200,000 დოზა პრეპარატი შეიძინა. რისკ ჯგუფებში შემავალი პირები უფასო დაიცრებიან. ესენი არიან ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეები, ასევე 60 წლის და უფროსი ასაკის პირები. ზოგად საგანმანათლებელ დაწესებულებაში მომუშავე პედაგოგები, ორსულები და ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები. დღეს საქართველოში დაიწყო გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. მოგეხსენებათ, გრიპის სეზონი ცირკულირებას იწყებს შემოდგომა ზამთარი ადრეული გაზაფხულის პერიოდში და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება გრიპის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა. დღეისათვის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალება გრიპის საწინააღმდეგოდ არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. გათვალისწინებულია ვაქცინაცია ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისათვის, ხანდაზმულებისთვის, თავშესაფარში მყოფი ბენეფიციარებისთვის და ასევე სხვა პირებისათვის, რომელთა ჩამონათვალი გამოქვეყნდება დაავადებათა კონტროლის ვებგვერდზე.